წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 1000 ადამიანისგან, ვინც 1991 წლის 16 სექტემბერს თბილისის აეროპორტში დგას და უყურებს, როგორ აბრუნებენ ასაფრენი ბილიკიდან თვითმფრინავს, რომელიც მოსკოვისკენ უნდა გაფრენილიყო. თქვენ ხედავთ, როგორ შედის ბორცზე შეიარაღებული სპეცრაზმი ნიღბებში. ხალხი ყვირის, ქალები ტირიან, ბავშვები ეკრობიან დედებს. მგზავრები ვერ ესმით, რა ხდება. და მაშინ, როდესაც ნიღბიანები ბორტიდან გამოჰყავთ კაცი ხელბორკილებში, თქვენ აღიარებთ მის სახეს, ეს არის გიორგი ჭანტურია, ადამიანი, რომელიც ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ თქვენთან ერთად ქუჩაში იდგა და ყვიროდა თავისუფლება. ადამიანი, რომელიც საბჭოთა ციხეებში იჯდა იმავე იდეებისთვის, რომლებსაც დღეს ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ქადაგებს. და ახლა ეს პრეზიდენტი აპატიმრებს თავის ყოფილ თანამებრძოლს. რა მოხდა ამ ორ ადამიანს შორის? რატომ გადაიქცა ძმობა სისხლის მურელ მტრობად? და რატომ ამბობდა გამსახურდია, რომ ჭანტურია მოსკოვში ინსტრუქციების მისაღებად მიფრინავდა, მაშინ როცა ჭანტურია ამტკიცებდა, რომ უბრალოდ ევროპაში მიდიოდა საერთაშორისო კონფერენციაზე? ვინ ატყუებდა, ყოფილი დისიდენტი პრეზიდენტი თუ ყოფილი პოლიტპატიმარი ოპოზიციონერი? და რატომ ამ ერთმა დაპატიმრებამ გახადა სამოქალაქო ომი თითქმის გარდაუვალი? 1991 წლის სექტემბერი. საქართველო დამოუკიდებელია უკვე რამდენიმე თვეა. ქუჩებში ჯერ კიდევ ტრიალებს ეიფორიის სუნი, ადამიანები ელოდებიან ცვლილებებს, ოცნებობენ ევროპულ მომავალზე, ელიან, რომ საბჭოთა კოშმარი დასრულდა სამუდამოდ. მაგრამ პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ზვიად გამსახურდია ღამეებს უძინარი ატარებს, ატმოსფერო სულ სხვაა. მისი მაგიდაზე დევს საიდუმლო სამსახურის ანგარიშები, სადაც წერია, რომ ქვეყანაში მზადდება გადატრიალება. რომ კრემლი არ შეეგუა დამოუკიდებლობას. რომ ედუარდ შევარდნაძე, ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, აგროვებს ძალებს დაბრუნებისთვის. და რომ ყველაზე საშიში არის ის, რომ ოპოზიცია, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი ჭანტურია, შესაძლოა იყოს ამ გეგმის ნაწილი. გამსახურდია იხსენებს, როგორ იჯდნენ ისინი ერთად საბჭოთა ციხეში 1967 წელს. როგორ კითხულობდნენ ერთმანეთს ლექსებს ბნელ საკნებში. როგორ ოცნებობდნენ თავისუფალ საქართველოზე. და ახლა, როცა ეს თავისუფლება მოვიდა, ისინი მტრები არიან. ჭანტურია არ აღიარებს მის პრეზიდენტობას, უწოდებს დიქტატორს, ქმნის პარალელურ ხელისუფლებას, ეროვნულ კონგრესს. და ყველაზე საშიში, რეგულარულად დადის მოსკოვში. 2 კვირით ადრე, 2 სექტემბერს მოხდა ის, რაც გამსახურდიას თვალში დაადასტურებდა ყველა ეჭვს. კინოს სახლთან, სადაც ეროვნული კონგრესი კრებას ატარებდა, შეიკრიბა რამდენიმე 1000 ადამიანი. ისინი მოითხოვდნენ უზენაესი საბჭოს დაშლას და ახალი არჩევნების ჩატარებას. გამსახურდიას მომხრეები ამბობდნენ, რომ ეს იყო გადატრიალების მცდელობა. ჭანტურიას მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია. მაგრამ როცა ომონის საბჭოთა სპეცრაზმი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა საქართველოში, დაიწყო დემონსტრანტების დარბევა, მშვიდობიანი აქცია გადაიქცა ქაოსად. პირველად დამოუკიდებელ საქართველოში გამოიყენეს იარაღი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ადამიანები დაშავდნენ, სისხლი დაიღვარა ქუჩებში. და გამსახურდია დარწმუნდა, ეს არის დასაწყისი. ეს არის პროვოკაცია, რომელიც უნდა გადაიზარდოს სამოქალაქო ომში, რათა კრემლს ჰქონდეს საბაბი ჯარების შეყვანისა. და ამ პროვოკაციის ორგანიზატორი, მისი აზრით, არის გიორგი ჭანტურია. 16 სექტემბერი. გამსახურდია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეცვლის ყველაფერს. მას მოაქვს ინფორმაცია, რომ ჭანტურია აპირებს მოსკოვში გაფრენას. ოფიციალურად ევროპაში საერთაშორისო კონფერენციაზე მისასვლელად. მაგრამ გამსახურდიას საიდუმლო სამსახურები ამბობენ სხვას, რომ ჭანტურიას შეხვედრები აქვს დაგეგმილი ლუბიანკაზე, კლუბს შტაბ-ბინაში. რომ ის მიდის ინსტრუქციების მისაღებად. რომ დაბრუნების შემდეგ დაიწყება ახალი ტალღა დესტაბილიზაციისა. გამსახურდია იცის, რომ თუ ახლა არ შეაჩერებს, შემდეგ იქნება გვიან. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ყოფილი თანამებრძოლის დაპატიმრება გახდება პოლიტიკური მკვლელობა. რომ დასავლეთი ამას დიქტატურად მოიაზრებს. რომ ოპოზიცია ამას გამოიყენებს მის წინააღმდეგ. მაგრამ რჩება კი მას არჩევანი. თუ ჭანტურია ნამდვილად არის კრემლის აგენტი, მაშინ მისი დაპატიმრება არის სახელმწიფოს გადარჩენა. თუ არა, მაშინ ეს არის დასაწყისი იმისა, რაც მოგვიანებით სამოქალაქო ომად იქცევა. და გამსახურდია აკეთებს არჩევანს. აეროპორტში ყველაფერი ხდება სწრაფად და ბრუტალურად. თვითმფრინავი უკვე ასაფრენ ბილიკზეა, როცა მას უბრძანებენ დაბრუნებას.
პილოტი ცდილობს გაიგოს რა ხდება, მაგრამ ბრძანება კატეგორიულია და უყოვნებლივ დაბრუნება. მგზავრები ვერ ესმით, რატომ ბრუნდებიან. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ტექნიკური პრობლემაა. სხვები ხედავენ, როგორ მიუახლოვდებიან თვითმფრინავს სპეცმანქანები და იწყებენ ეჩვის შეტანას. და მაშინ, როცა ბორტზე შედიან შეიარაღებული ადამიანები ნიღბებში, პანიკა იწყება. ქალები ყვირიან, ბავშვები ტირიან, მამაკაცები ცდილობენ გაიგონ რა ხდება. სპეცრაზმი მიდის პირდაპირ იმ ადგილისკენ, სადაც ის გიორგი ჩანტურია. ის არ წინააღმდეგობს. ის იცის, რომ წინააღმდეგობა ამ სიტუაციაში ნიშნავს სიკვდილს. მას აცმევენ ხელბორკილებს და გამოჰყავთ თვითმფრინავიდან. გარეთ უკვე არის ტელევიზიის კამერები, გამსახურდია სურს, რომ მთელმა ქვეყანამ ნახოს, როგორ აპატიმრებენ კრემლის აგენტს. მაგრამ ის, რასაც ხედავს ქვეყანა, არის სხვა, როგორ აპატიმრებს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი თავის პოლიტიკურ ოპონენტს. და ეს სურათი გახდება სიმბოლო იმისა, რაც მალე მოხდება საქართველოში. ციხეში ჩანტურია აცხადებს შიმშილობას. ის ამბობს, რომ არ აღიარებს ბრალდებებს, რომ არასოდეს ყოფილა კრემლის აგენტი, რომ მოსკოვში მართლაც ევროპაში მისასვლელად მიფრინავდა. მაგრამ გამსახურდიას ეს არ სჯერა. მისთვის ჩანტურია არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა არა მხოლოდ მას პირადად, არამედ მთელ იმ იდეას, რომლისთვისაც ისინი ერთად იბრძოდნენ. და ყველაზე მტკივნეული ამ ყველაფერში არის ის, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ მეგობრები ოდესღაც. ისინი ნამდვილად იზიარებდნენ ერთსა და იმავე ოცნებას. მაგრამ ახლა, როცა ეს ოცნება რეალობად იქცა, გამოჩნდა, რომ მათ სხვადასხვა ხედვა აქვთ იმისა, როგორი უნდა იყოს ეს რეალობა. გამსახურდიას სურდა ძლიერი ეროვნული სახელმწიფო, სადაც პრეზიდენტს აქვს ძალა გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩანტურიას სურდა რადიკალური დემოკრატია, სადაც ხალხი თავად იღებს გადაწყვეტილებებს ეროვნული კონგრესის მეშვეობით. ორივე მათგანი მართალი იყო თავისი პოზიციიდან. მაგრამ ორივე მათგანი ვერ ხედავდა, რომ მათი კონფლიქტი არის ზუსტად ის, რაც სჭირდება მესამე ძალას, იმათ, ვისაც არ სურდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ქუჩებში იწყება აქციები ჩანტურიას გასათავისუფლებლად. მისი მეუღლე, ირინა სარიშვილი, ხდება ოპოზიციის სახე. ის ყოველდღე დგას პრეზიდენტის სასახლის წინ და მოითხოვს ქმრის გათავისუფლებას. მასთან ერთად არიან ათასობით ადამიანი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩანტურიას დაპატიმრება არის პოლიტიკური რეპრესია. გამსახურდიას მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ ეს ადამიანები არიან კრემლის მარიონეტები, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. და ამ ორ ბანაკს შორის იზრდება მტრობა, რომელიც მალე გადაიზრდება სისხლისღვრაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და გვარდიის ყოფილი სარდალი თენგიზ კიტოვანი, რომლებიც უკვე ოპოზიციაში არიან, იყენებენ ჩანტურიას დაპატიმრებას როგორც საბაბს შეიარაღებული ამბოხისთვის. ისინი ამბობენ, რომ გამსახურდია გახდა დიქტატორი და უნდა ჩამოვარდეს ძალით. და ამ ყველაფრის ფონზე, სადღაც კრემლის კაბინეტებში, ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს საქართველო, იღიმებიან, მათი გეგმა მუშაობს. საქართველო იშლება შიგნიდან. და ყველაზე სამწუხარო ამ ყველაფერში არის ის, რომ არც გამსახურდია და არც ჩანტურია არ არიან ბოროტი ადამიანები. ორივე მათგანი მართლაც სჯერა, რომ იბრძვის საქართველოს სიკეთისთვის. მაგრამ ისტორია ხშირად ასეა, ორი კარგი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან, აკეთებენ ბოროტის საქმეს უკეთესად, ვიდრე ნებისმიერი ბოროტი ადამიანი შეძლებდა. დეკემბერში, როცა სამოქალაქო ომი უკვე დაწყებულია თბილისის ქუჩებში, ოპოზიციური ძალები ათავისუფლებენ ჩანტურიას ციხიდან. მაგრამ ეს გათავისუფლება არ მოაქვს მშვიდობას. პირიქით, ის ამძაფრებს კონფლიქტს. გამსახურდიას მომხრეები ხედავენ ამაში დასტურს იმისა, რომ ჩანტურია ნამდვილად იყო ნაწილი გადატრიალების გეგმისა. ჩანტურიას მომხრეები კი ხედავენ ამაში გამარჯვებას დიქტატურაზე. და ამ ორ ხედვას შორის იკარგება ის მთავარი, რომ საქართველო კარგავს თავის პირველ შანსს ნამდვილი დემოკრატიისა. რომ ის რაც იწყებოდა როგორც თავისუფლების ოცნება, იქცევა კოშმარად, რომელიც გაგრძელდება წლების განმავლობაში. და ყველაფერი ამის დასაწყისი იყო ის ერთი გადაწყვეტილება, დაპატიმრება ყოფილი თანამებრძოლისა. გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა იყო გამართლებული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ რომელიც აღმოჩნდა კატასტროფული პოლიტიკური თვალსაზრისით. დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ ვკამათობთ, ვინ იყო მართალი ამ კონფლიქტში. იყო თუ არა ჩანტურია ნამდვილად კრემლის აგენტი, თუ იყო უბრალოდ იდეალისტი, რომელსაც სხვა ხედვა ჰქონდა საქართველოს მომავლისა. იყო თუ არა გამსახურდია პარანოიკი დიქტატორი, თუ იყო ლიდერი, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა ქვეყანა რეალური საფრთხისგან. და ყველაზე მთავარი კითხვა, შეეძლო თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება.
შეეძლო თუ არა ამ ორ ადამიანს, რომლებიც ოდესღაც ერთად იბრძოდნენ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, ეპოვათ საერთო ენა და გადაერჩინათ საქართველოს სამოქალაქო ომისგან. თუ იყო ეს გარდაუვალი, ორი ძლიერი ლიდერის შეჯახება, რომელიც უნდა დამთავრებულიყო ტრაგედიით. და თუ ეს იყო გარდაუვალი, მაშინ ვინ არის პასუხისმგებელი? ისინი, რომლებმაც ვერ იპოვეს კომპრომისი, თუ ისინი, ვინც მათ უკნიდან უბიძგებდა კონფლიქტისკენ. 1991 წლის სექტემბრის 16 დღის დილა იწყება როგორც ჩვეულებრივი დღე თბილისის აეროპორტში. მგზავრები რიგში დგანან რეგისტრაციისთვის, ბავშვები ტირიან, ოჯახები ემშვიდობებიან ერთმანეთს. მოსკოვის რეისი, თუ 134, უნდა გაფრინდეს შუადღისას. მგზავრთა შორის არის გიორგი ჩანტურია, 37 წლის ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კონტროვერსიული ფიგურა საქართველოში. ის ცდილობს იყოს მშვიდი, მაგრამ მისი თანხლები პირები ხედავენ დაძაბულობას მის სახეზე. ისინი იციან, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩანტურიას ადევნებდნენ თვალს. რომ მისი ტელეფონები მოსმენილია. რომ გამსახურდიას სპეცსამსახურები აკონტროლებენ მის ყოველ ნაბიჯს. მაგრამ ჩანტურია მაინც გადაწყვეტს წასვლას, მას სჭირდება ეს მოგზაურობა, სჭირდება შეხვედრები ევროპაში, სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ის აწარმოებს გამსახურდიას რეჟიმის წინააღმდეგ. თვითმფრინავი ივსება ნელა. მგზავრები იკავებენ ადგილებს, აწყობენ ხელჩანთებს, ელაპარაკებიან ერთმანეთს. ჩანტურია ზის ფანჯრის მახლობლად და უყურება აეროპორტის შენობას. ის ფიქრობს იმ ყველაფერზე, რაც მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში, როგორ გაიშალა უბსკრული მის და გამსახურდიას შორის, როგორ გადაიქცა პოლიტიკური დავა პირად მტრობად, როგორ იწყება ქვეყანა ორბანაკად. ის იხსენებს მეორე სექტემბრის მოვლენებს, როგორ დაარბიეს ომონმა მშვიდობიანი დემონსტრანტები, როგორ დაიღوارა სისხლი ქუჩებში, როგორ გამოიყენეს იარაღი პირველად დამოუკიდებელ საქართველოში საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. და ის იცის, რომ გამსახურდია აბრალებს მას ამ ყველაფერში. იცის, რომ პრეზიდენტი მას უწოდებს პროვოკატორს, კრემლის აგენტს, ქვეყნის მოღალატეს. მაგრამ ჩანტურია ასევე იცის, რომ ის არ არის არაფერი ამისგან, ის უბრალოდ არის ადამიანი, რომელსაც სხვა ხედვა აქვს საქართველოს მომავლისა, ხედვა, რომელიც არ ემთხვევა გამსახურდიას ხედვას. თვითმფრინავი იწყებს მოძრაობას ასაფრენი ბილიკისკენ. პილოტი აცხადებს, რომ გაფრენამდე რჩება რამდენიმე წუთი. მგზავრები იკეტებიან უსაფრთხოების ხვედებს, ქალები ინერვიულებენ, ბავშვები აღფრთოვანებულები არიან. ჩანტურია კი უყურება ფანჯრიდან და ფიქრობს, რა ელის მას მოსკოვში. შეძლებს თუ არა ის იქიდან გაფრენას ევროპისკენ. მიაღწევს თუ არა თავის მიზანს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევას იმ პროცესებზე, რაც ხდება საქართველოში. და მთავარი, დაბრუნდება თუ არა ის უკან ცოცხალი. რადგან ის იცის, რომ გამსახურდია მას თვლის მტრად და იცის, რომ ამ ქვეყანაში მტრები ხშირად არ ცოცხლდებიან დიდხანს. მაგრამ ის ასევე იცის, რომ უკან დახევა ნიშნავს დამარცხებას, ნიშნავს იმის აღიარებას, რომ გამსახურდიამ მოიგო, რომ ქვეყანა მიდის დიქტატურისკენ და არავინ შეაჩერებს ამას. და მაშინ ხდება ის, რაც არავინ ელოდა. თვითმფრინავი, რომელიც უკვე ასაფრენ ბილიკზეა, იღებს ბრძანებას დაბრუნებისა. პილოტი ცდილობს გაიგოს რა ხდება, მაგრამ ხმა რადიოში კატეგორიულია, დაუყოვნებლივ დაბრუნება ტერმინალთან. არანაირი ახსნა, არანაირი დეტალი. უბრალოდ ბრძანება. პილოტი უბრუნდება თანაპილოტს და ხედავს მის გაოცებულ სახეს. ისინი იციან, რომ ასეთი რამ ხდება მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში, ბომბის საფრთხე, ტერორისტული აქტი, სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობა. მაგრამ რა შეიძლება იყოს ახლა? რა მოხდა ამ რამდენიმე წუთში, რაც გავიდა რეგისტრაციიდან ასაფრენ ბილიკამდე? პილოტი აცხადებს მგზავრებს, რომ ტექნიკური პრობლემის გამო უბრუნდებიან ტერმინალს. ის ცდილობს ჟღერდეს მშვიდად, მაგრამ მისი ხმა გამოსცემს დაძაბულობას. მგზავრები იწყებენ ჩურჩულს, რა მოხდა? რატომ ბრუნდებით? ეს საშიშია. ზოგიერთი ქალი იწყებს ტირილს, ბავშვები ეკრობიან დედებს, მამაკაცები ცდილობენ გამოიჩინონ სიმშვიდე, მაგრამ მათ თვალებში ჩანს შიში. ჩანტურია იცის. ის იცის, რომ ეს არ არის ტექნიკური პრობლემა. ის იცის, რომ ეს არის გამსახურდია. ის იცის, რომ ახლა მოხდება ის, რისი მოლოდინიც ჰქონდა ბოლო კვირების განმავლობაში, დაპატიმრება. მაგრამ ის არ ელოდა, რომ ეს მოხდებოდა ასე, თვითმფრინავის ასაფრენი ბილიკიდან დაბრუნებით, ასობით უდანაშაულო მგზავრის შეშფოთებით, ამ ყველაფრის გადაქცევით სპექტაკლად. ის უყურება ფანჯრიდან და ხედავს, როგორ უახლოვდებიან თვითმფრინავს სპეცმანქანები. ხედავს შეიარაღებულ ადამიანებს, რომლებიც ელოდებიან ბორტის გახსნას.
და ის იცის, რომ ეს ადამიანები მოდიან მისთვის. იცის, რომ რამდენიმე წუთში ის იქნება ხელბორკილებში. იცის, რომ მისი ცხოვრება შეიცვლება სამუდამოდ. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ეს არის ის ფასი, რომელიც უნდა გადაიხადო იმისთვის, რომ იბრძოდე იმისთვის, რასაც სჯერა. და ის მზადა ამ ფასის გადახდისთვის. თვითმფრინავი ჩერდება. კარი იხსნება. და ბორცზე შედიან ისინი, შეიარაღებული ადამიანები ნიღბებში, სპეცრაზმის ფორმაში, ავტომატებით ხელში. მგზავრები ყვირიან, ქალები ტირიან, ბავშვები ფარავენ სახეებს ხელებით. ეს არის სცენა, რომელიც უფრო ჰგავს ბოევიკს, ვიდრე რეალობას, შეიარაღებული ადამიანები სამოქალაქო თვითმფრინავში, პანიკა, ქაოსი, შიში. მაგრამ ეს არის რეალობა 1991 წლის საქართველოში, ქვეყანა, რომელიც ახლახან გათავისუფლდა საბჭოთა რეჟიმისგან, მაგრამ რომელიც უკვე იწყებს ჩავარდნას ახალ ქაოსში. სპეცრაზმი მიდის პირდაპირ ჩანტურიასთან. ისინი იციან, სად ზის ის, ეს ოპერაცია დაგეგმილია წინასწარ, ყველაფერი ცნობილია, ყველაფერი გათვლილია. ჩანტურია არ წინააღმდეგობს. ის ადგება მშვიდად, აწვდის ხელებს ხელბორკილებისთვის, უყურება სპეცრაზს. 4, 6. მის თანმხლებ პირებს თვალებში და ჩუმად კივის თავს, არ წინააღმდეგობდეთ. ის იცის, რომ წინააღმდეგობა ამ სიტუაციაში ნიშნავს სისხლს, ნიშნავს მსხვერპლს, ნიშნავს იმას, რომ გამსახურდიას ექნება საბაბი თქვას, ხედავთ, ისინი იყვნენ ძალადობრივი, ისინი იყვნენ საშიში. და ჩანტურია არ აძლევს მას ამ საბაბს. ის მიდის მშვიდად ხელბორკილებში, გავლით თვითმფრინავის დერეფანში, სადაც მგზავრები აშორებენ თავს მას, თითქოს ის არის დაავადებული, თითქოს მისი შეხება შეიძლება იყოს საშიში. და ამ მომენტში ჩანტურია გრძნობს არა მხოლოდ ხელბორკილების სიმძიმეს, არამედ იმ უფრო მძიმე ტვირთს, მარტოობის ტვირთს, იმის გაცნობიერების ტვირთს, რომ ადამიანები, რომლებიც ერთხელ მას უჭერდნენ მხარს, ახლა ეშინიათ მასთან ასოცირების. გარეთ უკვე არის ტელევიზიის კამერები. გამსახურდიას სურს, რომ მთელმა ქვეყანამ ნახოს ეს მომენტი, როგორ აპატიმრებენ კრემლის აგენტს, როგორ იცავს სახელმწიფო თავის უსაფრთხოებას, როგორ აჩერებს პრეზიდენტი გადატრიალების მცდელობას. მაგრამ ის, რასაც ხედავს ქვეყანა ეკრანებზე, არის სხვა სურათი, ახალგაზრდა კაცი ხელბორკილებში, რომელსაც გამოჰყავთ თვითმფრინავიდან შეიარაღებული ადამიანები, და ამ კაცის სახეზე არ არის შიში, არ არის პანიკა, არის მხოლოდ სიმშვიდე და რაღაც, რაც გავს სევდას. ეს სურათი გადაიღება ათასობით ადამიანის მიერ, რომლებიც მოვიდნენ აეროპორტში, ზოგი მათგანი გამსახურდიას მომხრია და ხარობს, რომ მოღალატე და აპატიმრეს, ზოგი ჩანტურიას მომხრია და ტირის, ხედავს, როგორ წაიყვანენ მათ ლიდერს. ზოგი კი უბრალოდ დგას და უყურებს, ვერ ხვდება რა ხდება მის ქვეყანაში, რატომ გადაიქცა თავისუფლების ოცნება ამ კოშმარად. ჩანტურიას მიჰყავთ სპეცმანქანაში. გზაში აეროპორტიდან ციხემდე ის უყურება ფანჯრიდან თბილისის ქუჩებს, სადაც ის ათასობით ადამიანთან ერთად დადიოდა დემონსტრაციებზე, ქუჩებს, სადაც ისინი ყვიროდნენ თავისუფლება, ქუჩებს, სადაც ისინი ოცნებობდნენ ახალ საქართველოზე. და ახლა ეს ქუჩები გადიან მის გვერდით, მაგრამ ის უკვე არ არის მათი ნაწილი, ის არის პატიმარი, ის არის ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო თვლის მტრად. მანქანა ჩერდება თბილისის იზოლატორთან, შენობა, რომელიც ჩანტურიამ იცის კარგად, რადგან ის აქ იყო უკვე საბჭოთა დროს, როცა იგი იჯდა დისიდენტობისთვის. მაშინ ის იჯდა იმიტომ, რომ ებრძოდა საბჭოთა რეჟიმს. ახლა ის შედის იმავე შენობაში იმიტომ, რომ ებრძვის იმ ადამიანს, რომელიც ოდესღაც მასთან ერთად იბრძოდა იმავე რეჟიმის წინააღმდეგ. ისტორიის ირონია სრულყოფილია და სასტიკი. ციხის საკანში ჩანტურია რჩება მარტო თავის ფიქრებთან. კედლები ნესტიანია, ჰაერი მძიმეა, სიჩუმე დამთრგუნველია. ის იჯდა ამ კედლებს შორის 1967 წელს, როცა იგი იყო 21 წლის ახალგაზრდა იდეალისტი, რომელიც სჯეროდა, რომ სიტყვებს შეუძლიათ შეცვალონ სამყარო. მაშინ მას ჰქონდა იმედი, რომ საბჭოთა კავშირი ჩამოვარდება, რომ საქართველო გახდება თავისუფალი, რომ ის და მისი თანამებრძოლები ააშენებენ ახალ ქვეყანას, სადაც ადამიანები არ იქნებიან პატიმრები თავიანთი აზრების გამო. ახლა 24 წლის შემდეგ ის კვლავ იჯდა იმავე კედლებს შორის, მაგრამ იმედი უკვე არ არის. რადგან ის იცის, რომ საბჭოთა კავშირი ჩამოვარდა, საქართველო გახდა თავისუფალი, მაგრამ ადამიანები კვლავ არიან პატიმრები, უბრალოდ ახლა მათ აპატიმრებს არა მოსკოვი, არამედ თბილისი, არა უცხო ხელისუფლება, არამედ საკუთარი. მეორე დღეს ჩანტურია აცხადებს შიმშილობას. ის უარს ამბობს საკვებზე, უარს ამბობს წყალზე, უარს ამბობს ყველაფერზე, რაც შეიძლება იყოს მისი დათმობის ნიშანი. ის ამბობს ციხის ადმინისტრაციას, მე არ ვაღიარებ ბრალდებებს, არ ვაღიარებ ამ პატიმრობის ლეგიტიმურობას, არ ვაღიარებ იმ სახელმწიფოს უფლებას დამაპატიმროს, რომელიც თავად არღვევს კონსტიტუციას.
ციხის ექიმი ცდილობს მას ასწავლოს, რომ შიმშილობა საშიშია, რომ მისი ჯანმრთელობა გაუარესდება, რომ ის შეიძლება მოკვდეს. მაგრამ ჭანტურია პასუხობს, სიკვდილი შიმშილობისგან უკეთესია, ვიდრე სიცოცხლე ტყუილში, სიცოცხლე იმის აღიარებაში, რომ მე ვარ დამნაშავე, როცა ვიცი, რომ არ ვარ. და ეს არ არის თეატრალური ჟესტი, ეს არ არის პოლიტიკური თამაში, ეს არის ადამიანის უკანასკნელი იარაღი, როცა ყველა სხვა იარაღი წართმეული აქვს. გარეთ, თბილისის ქუჩებში ჭანტურიას შიმშილობის ამბავი ვრცელდება სწრაფად. მისი მეუღლე ირინა სარიშვილი ყოველდღე დგას პრეზიდენტის სასახლის წინ პლაკატით „გაათავისუფლეთ ჩემი ქმარი“. მასთან ერთად არიან ასობით ადამიანი, ზოგი მათგანი ჭანტურიას პოლიტიკური მომხრეა, ზოგი უბრალოდ ადამიანია, რომელსაც სჯერა, რომ პოლიტიკური დაპატიმრება არის არასწორი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის პატიმარი და ვინ არის პრეზიდენტი. ირინა ყოველდღე საუბრობს ჟურნალისტებთან, ყოველდღე ცდილობს მიაღწიოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყოველდღე ბრძვის იმისთვის, რომ მისი ქმრის ხმა არ დაიკარგოს ციხის კედლებს მიღმა. მაგრამ გამსახურდიას სასახლიდან პასუხი არ მოდის. პრეზიდენტი უგულებელყოფს აქციებს, უგულებელყოფს მოთხოვნებს, უგულებელყოფს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას. მისთვის ჭანტურია არის არა პოლიტიკური პატიმარი, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიში ადამიანი და ასეთი ადამიანი უნდა იყოს იზოლირებული, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ოპოზიცია ან დასავლეთი. მაგრამ ციხის კედლებს მიღმა ხდება რაღაც, რაც გამსახურდია ვერ აკონტროლებს, ჭანტურიას შიმშილობა იწყებს გავლენას მის ჯანმრთელობაზე. მეხუთე დღეს ის კარგავს ცნობიერებას. ციხის ექიმები ცდილობენ მის გადარჩენას, აძლევენ ინტრავენურ ხსნარებს, აკონტროლებენ მის მდგომარეობას. მაგრამ ისინი ასევე აცნობებენ ციხის ადმინისტრაციას, თუ ჭანტურია გააგრძელებს შიმშილობას, ის მოკვდება რამდენიმე კვირაში. და ეს ინფორმაცია აღწევს გამსახურდიას სასახლეს. პრეზიდენტი დგას დილემის წინაშე, თუ ჭანტურია მოკვდება ციხეში, ის გახდება მოწამე, გახდება სიმბოლო, გახდება ის ადამიანი, რომლის სახელი გამოიყენება გამსახურდიას რეჟიმის წინააღმდეგ. მაგრამ თუ ის გაათავისუფლებს ჭანტურიას, ეს იქნება სისუსტის ნიშანი, იქნება აღიარება, რომ ოპოზიციამ მოიგო, იქნება საფუძველი ახალი თავდასხმებისა. და გამსახურდია არჩევს, ის არ ათავისუფლებს ჭანტურიას, მაგრამ ასევე არ აძლევს მას მოკვდეს. ის უბრძანებს ციხის ადმინისტრაციას, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ჭანტურია იყოს ცოცხალი, მაგრამ არ გაათავისუფლოთ. ციხეში ჭანტურია ცხოვრობს რაღაც უცნაურ მდგომარეობაში, ის არის ნახევრად ცოცხალი, ნახევრად მკვდარი, ნახევრად პატიმარი, ნახევრად მოწამე. მისი სხეული სუსტდება ყოველდღე, მაგრამ მისი ნება რჩება ძლიერი. ის ამბობს ციხის ექიმებს, მე არ შევწყვეტ შიმშილობას, სანამ არ გამათავისუფლებენ ან სანამ არ მოვკვდები. და ეს არ არის ფანატიზმი, ეს არ არის სიგიჟე, ეს არის ადამიანის უკანასკნელი ღირსება, როცა ყველაფერი სხვა წართმეული აქვს. გარეთ ქუჩებში ჭანტურიას მდგომარეობის ამბავი ქმნის ახალ ტალღას აქციებისა. ირინა სარიშვილი ყოველდღე აცხადებს, ჩემი ქმარი კვდება და ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. გამსახურდიას მომხრეები კი პასუხობენ, თქვენი ქმარი თავად აირჩია შიმშილობა, ეს არის მისი პასუხისმგებლობა, არა პრეზიდენტისა. და ამ ორ პოზიციას შორის იკარგება ის მთავარი, რომ ადამიანი კვდება და არავის არ აინტერესებს მისი გადარჩენა, ყველას აინტერესებს მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოგება. მეათე დღეს ჭანტურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხდება კრიტიკული. ციხის ექიმები აცნობებენ, რომ მისი ორგანიზმი იწყებს უარს თავისი ფუნქციების შესრულებაზე. რომ მისი გული სუსტდება. რომ მისი თირკმლები ვერ უმკლავდებიან დატვირთვას. რომ თუ რამე არ შეიცვლება მომდევნო 48 საათში, ის მოკვდება. ეს ინფორმაცია კვლავ აღწევს გამსახურდიას სასახლეს. პრეზიდენტი იკრიბება თავის მრჩევლებთან. ზოგი მათგანი ამბობს, უნდა გავათავისუფლოთ, სხვაგვარად ის მოკვდება და ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები. სხვები ამბობენ, თუ გავათავისუფლებთ, ეს იქნება დამარცხება, ეს იქნება ნიშანი, რომ ოპოზიციას შეუძლია გამოაძალოს პრეზიდენტს ნებისმიერი გადაწყვეტილება. გამსახურდია უსმენს ყველას, მაგრამ მისი სახე არაფერს გამოხატავს. ის ფიქრობს იმ ყველაფერზე, რაც მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში, როგორ გაიშალა უბსკრული მის და ჭანტურიას შორის, როგორ გადაიქცა პოლიტიკური დავა პირად ომად, როგორ აღმოჩნდა ის სიტუაციაში, სადაც ის უნდა აირჩიოს, გადაარჩინოს ადამიანი, რომელსაც ოდესღაც მეგობარი ერქვა, თუ გადაარჩინოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია. და ის აკეთებს არჩევანს, ის არ ათავისუფლებს ჭანტურიას, მაგრამ უბრძანებს ციხის ადმინისტრაციას, გააკეთეთ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, რომ ის არ მოკვდეს. 1991 წლის ოქტომბერი. ჭანტურია ჯერ კიდევ ციხეშია, ჯერ კიდევ აგრძელებს შიმშილობას, ჯერ კიდევ ბალანსია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
მაგრამ გარეთ ქვეყანაში ხდება რაღაც, რაც უფრო საშიშია ვიდრე ერთი ადამიანის შიმშილობა. ქვეყანა იყოფა ორ ბანაკად და ეს გაყოფა ხდება სულ უფრო ღრმა, სულ უფრო სისხლისმღვრელი, სულ უფრო გარდაუვალი. გამსახურდიას მომხრეები ამბობენ, ჭანტურია არის კრემლის აგენტი, ის არის მოღალატე, ის არის ადამიანი, რომელიც ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას. ჭანტურიას მომხრეები ამბობენ, გამსახურდია არის დიქტატორი, ის არის ადამიანი, რომელიც აპატიმრებს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, ის არის საფრთხე დემოკრატიისთვის. და ამ ორ პოზიციას შორის აღარ არის შუალედური სივრცე, აღარ არის ადგილი დიალოგისთვის, აღარ არის შესაძლებლობა კომპრომისისა. პრეზიდენტის სასახლეში გამსახურდია იღებს ანგარიშებს თავისი სპეცსამსახურებიდან. ანგარიშები, რომლებიც ამბობენ, რომ ოპოზიცია იარაღდება, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ყოფილი გვარდიის სარდალი თენგიზ კიტოვანი აგროვებენ ძალებს, რომ ისინი ემზადებიან შეიარაღებული ამბოხისთვის. გამსახურდია კითხულობს ამ ანგარიშებს და გრძნობს, როგორ იზრდება მის გარშემო საფრთხე. ის იცის, რომ ჭანტურიას დაპატიმრება იყო მხოლოდ დასაწყისი, რომ ახლა მოდის რაღაც უფრო საშიში, რაღაც, რაც შეიძლება გადაიზარდოს სამოქალაქო ომში. მაგრამ ის ასევე იცის, რომ უკან დახევა ახლა ნიშნავს დამარცხებას, ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ის შეეშინდა, რომ ის დაემორჩილა ოპოზიციას. და გამსახურდია არ აპირებს უკან დახევას. ის აპირებს წასვლას ბოლომდე, მიუხედავად იმისა, თუ რა ფასი უნდა გადაიხადოს. ციხეში ჭანტურია ასევე იღებს ინფორმაციას გარედან, მისი მომხრეები აუწყებენ მას, რომ ოპოზიცია ძლიერდება, რომ ხალხი გამოდის ქუჩებში მისი გასათავისუფლებლად, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აპროტესტებენ მის დაპატიმრებას. ეს ინფორმაცია აძლევს მას ძალას გააგრძელოს შიმშილობა, გააგრძელოს ბრძოლა, გააგრძელოს იმედი. მაგრამ ის ასევე იღებს სხვა ინფორმაციას, რომ ქვეყანა მიდის კონფლიქტისკენ, რომ მისი დაპატიმრება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ორი ბანაკი ემზადება შეჯახებისთვის. და ეს ინფორმაცია აძლევს მას არა ძალას, არამედ ტკივილს იმის გაცნობიერებისგან, რომ ის, რაც დაიწყო როგორც ბრძოლა დემოკრატიისთვის, იქცევა ბრძოლად, რომელიც შეიძლება დაასრულოს დემოკრატიას საქართველოში 10 წლეულების განმავლობაში. ოქტომბრის ბოლოს ჭანტურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ხდება კრიტიკული. ციხის ექიმები კვლავ აცნობებენ, რომ ის კვდება. გამსახურდია კვლავ უბრძანებს გადაარჩინეთ, მაგრამ არ გაათავისუფლოთ. და ეს ციკლი მეორდება კვლავ და კვლავ. ჭანტურია უახლოვდება სიკვდილს, ექიმები აცოცხლებენ მას, ჭანტურია აგრძელებს შიმშილობას, კვლავ უახლოვდება სიკვდილს. ეს არის რაღაც მაკაბრული თამაში, სადაც ორი ადამიანი, გამსახურდია და ჭანტურია, ბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აპირებს დათმობას. გამსახურდია არ აპირებს ჭანტურიას გათავისუფლებას, რადგან ეს იქნება პოლიტიკური დამარცხება. ჭანტურია არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, რადგან ეს იქნება პირადი დამარცხება. და ამ ორი ადამიანის ამ შეუპოვარმა ბრძოლამ უკვე გადააჭარბა პირად ჩარჩოებს. ეს გახდა სიმბოლო იმისა, რაც ხდება მთელ ქვეყანაში, სიმბოლო იმისა, როგორ ორი პოზიცია, ორი ხედვა, ორი იდეა ვერ პოულობს საერთო ენას და მიდის კატასტროფისკენ. ნოემბერში სიტუაცია ქვეყანაში ხდება კიდევ უფრო დაძაბული. ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ ჭანტურია არ გაათავისუფლეს, ისინი დაიწყებენ უფრო რადიკალურ ქმედებებს. გამსახურდია პასუხობს, რომ ნებისმიერი რადიკალური ქმედება იქნება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და შეხვდება ადეკვატურ პასუხს. და ეს ორი განცხადება არის ფაქტობრივად ომის გამოცხადება, არაოფიციალური, არაღია, მაგრამ ომის გამოცხადება მაინც. ქუჩებში იწყება შეტაკებები გამსახურდიას მომხრეებსა და ოპოზიციას შორის. ჯერ ეს არის მხოლოდ სიტყვიერი შეტაკებები, შემდეგ ხელჩართული, შემდეგ პირველი გასროლები. და ყოველი ეს ეპიზოდი აძლიერებს დაძაბულობას, აძლიერებს მტრობას, აძლიერებს გრძნობას, რომ სამოქალაქო ომი არის გარდაუვალი. ციხეში ჭანტურია ისმენს ამ ყველაფერს და გრძნობს რაღაც, რაც უფრო მძიმეა ვიდრე შიმშილობის ფიზიკური ტკივილი, ის გრძნობს პასუხისმგებლობის ტვირთს. ის იცის, რომ მისი დაპატიმრება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რაც ხდება ქვეყანაში. ის იცის, რომ მისი შიმშილობა აძლიერებს კონფლიქტს. მაგრამ ის ასევე იცის, რომ თუ ის შეწყვეტს შიმშილობას, თუ ის დაემორჩილება, ეს იქნება ნიშანი, რომ დიქტატურა მოიგო, რომ ძალა უფრო ძლიერია ვიდრე პრინციპები. და ჭანტურია არ შეუძლია ეს გააკეთოს, არა იმიტომ, რომ ის არის ფანატიკოსი, არამედ იმიტომ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება იბრძოდა პრინციპებისთვის და რომელიც იცის, რომ თუ ის ახლა დაანებებს ამ პრინციპებს, მაშინ მთელი მისი ცხოვრება იქნება უაზრო. დეკემბრის დასაწყისში ხდება ის, რაც ყველა ელოდა და რისიც ყველა ეშინოდა, თბილისის ქუჩებში იწყება შეიარაღებული შეტაკებები. ოპოზიციური ძალები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა, იწყებენ შეტევას სამთავრობო შენობებზე. გამსახურდიას ძალები პასუხობენ ცეცხლით.
და ის, რაც იყო პოლიტიკური კონფლიქტი, იქცევა სამოქალაქო ომად. ქუჩებში ისმის ავტომატების ხმა, ისმის აფეთქებები, ისმის ადამიანების ყვირილი. ხალხი იმალება სახლებში, ბავშვები ტირიან, დედები ლოცულობენ. და ამ ქაოსის შუაგულში, ციხეში, ჩანტურია ისმენს გასროლებს და იცის დაიწყო ის, რისი თავიდან აცილებაც მას სურდა, მაგრამ რისი თავიდან აცილებაც ვერ შეძლო. დეკემბრის 22 დღეს ოპოზიციური ძალები იჭერენ თბილისის იზოლატორს. ისინი შედიან ძალით, ხსნიან საკნებს, ათავისუფლებენ პატიმრებს. და ერთ-ერთ საკანში ისინი პოულობენ ჩანტურიას, გამხდარს, სუსტს, ძლივს ცოცხალს, მაგრამ ცოცხალს. ისინი ამოჰყავთ მას ციხიდან, აყენებენ მანქანაში, მიჰყავთ უსაფრთხო ადგილას. და ჩანტურია, რომელიც 3 თვის განმავლობაში იყო იზოლირებული ციხის კედლებს შორის, ხედავს თბილისის ქუჩებს, სადაც არის ბარიკადები, სადაც არის შეიარაღებული ადამიანები, სადაც არის დამწვარი მანქანები და დაშავებული ადამიანები. და ის გრძნობს არა გამარჯვების სიხარულს, არამედ სევდას იმის გამო, რომ მისი გათავისუფლება მოვიდა არა როგორც სამართლიანობის გამარჯვება, არამედ როგორც ნაწილი სამოქალაქო ომისა, რომელიც ახლა ანადგურებს ქვეყანას. გამსახურდიას სასახლეში პრეზიდენტი იღებს ინფორმაციას, რომ ჩანტურია გათავისუფლდა. ის იცის, რომ ეს არის დამარცხება, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირადი. ის იცის, რომ ახლა ჩანტურია გახდება სიმბოლო ოპოზიციისთვის, გახდება ადამიანი, რომელიც გაუძლო დიქტატურას, გახდება მოწამე, რომელიც გადარჩა. მაგრამ გამსახურდია ასევე იცის, რომ ეს უკვე არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ქვეყანა უკვე არის სამოქალაქო ომში და ამ ომში აღარ არის გამარჯვებულები და დამარცხებულები, არის მხოლოდ მსხვერპლი. ის უყურებს ფანჯრიდან თბილისის ქუჩებს, სადაც ისმის გასროლები და ფიქრობს, როგორ მოხდა ეს. როგორ გადაიქცა თავისუფლების ოცნება ამ კოშმარად. როგორ აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა დემოკრატიისთვის, სიტუაციაში, სადაც მას უწოდებენ დიქტატორს. და ყველაზე მტკივნეული კითხვა, შეეძლო თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება. ჩანტურიას გათავისუფლების შემდეგ ომი გრძელდება კიდევ რამდენიმე კვირა. გამსახურდია იბრძვის ბოლომდე, მაგრამ ბოლოს იძულებული ხდება დატოვოს თბილისი და გაიქცეს დასავლეთ საქართველოში. ჩანტურია რჩება თბილისში, მაგრამ მისი გამარჯვება არ მოაქვს მას სიხარულს, ის ხედავს დანგრეულ ქალაქს, ხედავს დაღუპულ ადამიანებს, ხედავს ქვეყანას, რომელიც დაიშალა. და ის იცის, რომ ის რაც მოხდა არის ტრაგედია არა მხოლოდ გამსახურდიასთვის ან მისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ტრაგედია, რომელიც დაიწყო როგორ პოლიტიკური დავა ორ ყოფილ თანამებრძოლს შორის და დამთავრდა როგორც სამოქალაქო ომი, რომელმაც მოკლა ასობით ადამიანი და დაანგრია ქვეყნის პირველი შანსი ნამდვილი დემოკრატიისა. დღეს, 30-ზე მეტი წლის შემდეგ, როცა ჩვენ ვუყურებთ უკან ამ მოვლენებს, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ პოლიტიკურ კონფლიქტს, არამედ ადამიანურ ტრაგედიას. ვხედავთ ორ ადამიანს, გამსახურდიას და ჩანტურიას, რომლებიც ორივე იყვნენ იდეალისტები, ორივე იბრძოდნენ საქართველოს სიკეთისთვის, ორივე სჯეროდათ, რომ მათი გზა იყო სწორი. მაგრამ ვხედავთ ასევე, როგორ ეს ორი გზა გადაიკვეთა და შექმნა კატასტროფა. ვხედავთ, როგორ პოლიტიკური ამბიციები, პირადი მტრობა და გარე ძალების მანიპულაციები შეერწყა და შექმნა ის სამოქალაქო ომი, რომელმაც დაანგრია საქართველოს პირველი დემოკრატიული ექსპერიმენტი. და ყველაზე მტკივნეული ამ ყველაფერში არის ის, რომ ეს ტრაგედია შესაძლოა იყო თავიდან აცილებადი, თუ ეს ორი ადამიანი შეძლებდნენ ერთმანეთის მოსმენას, თუ ისინი შეძლებდნენ კომპრომისის პოვნას, თუ ისინი ახსოვდათ, რომ ოდესღაც იყვნენ მეგობრები და იბრძოდნენ ერთი მიზნისთვის. მაგრამ ისინი ვერ შეძლეს. და ამის ფასი გადაიხადა მთელმა ქვეყანამ. რატომ დააპატიმრა გამსახურდიამ ჩანტურია? იყო ეს პარანოია თუ რეალური საფრთხის შეფასება? იყო ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა? და ყველაზე მთავარი, შეეძლო თუ არ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება? ეს კითხვები რჩება ღია დღემდე. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ის რაც მოხდა 1991 წლის სექტემბერში თბილისის აეროპორტში, იყო არა მხოლოდ ერთი ადამიანის დაპატიმრება, არამედ დასაწყისი იმ პროცესისა, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია და რომლის შედეგები ჩვენ გვგრძნობთ დღემდე. გაგრძელება, თავები 7-9. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ექიმი, რომელსაც 1991 წლის ნოემბერში უბრძანებენ შეხვიდეთ სპეციალურ საწყობში თბილისის ცენტრში, სადაც ინახება დოკუმენტები, რომლებიც არასოდეს არ უნდა ყოფილიყო არსებული. თქვენ ხსნით მძიმე რკინის კარს და ხედავთ თაროებს, სავსე საქაღალდებით, რომლებზეც წერია სრულიად საიდუმლო. ერთ-ერთ საქაღალდეში თქვენ პოულობთ მედიცინურ ჩანაწერებს, არა ჩვეულებრივ ჩანაწერებს, არამედ ისეთებს, რომლებიც აღწერენ ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას ისე დეტალურად, რომ თქვენ გესმით, ეს არის სრული კონტროლის დოკუმენტაცია.
ჩანაწერების ვიად გამსახურდიას შესახებ. და რაც უფრო ღრმად კითხულობთ, მით უფრო ხვდებით ის ადამიანი, რომელიც ქვეყანას მართავდა, თავად იყო მძიმე მდგომარეობაში. ქრონიკული უძილობა, პარანოიდული ეპიზოდები, არტერიული წნევის კრიზისები, გულის არითმია. ჩანაწერებში ექიმები წერენ, პაციენტი ხედავს მტრებს ყველგან, პაციენტი არ ენდობა საკუთარ გარემოცვას, პაციენტი მიიჩნევს, რომ მას კლავენ. და თქვენ იწყებთ გაგებას, ჭანტურიას დაპატიმრება არ იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ადამიანმა, რომელიც თავად იყო ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზღვარზე. მაგრამ ეს დოკუმენტები გაქრა 1992 წლის იანვარში, როცა გამსახურდიამ დატოვა თბილისი. ვინ გაანადგურა ისინი? და რატომ? რა იყო იმ გვერდებზე, რომლებიც ვეღარასოდეს წავიკითხავთ? 1991 წლის ოქტომბერი. გამსახურდია უკვე არის ხელისუფლებაში 9 თვეა. 9 თვე, რომელიც უნდა ყოფილიყო ტრიუმფი, საქართველო დამოუკიდებელია, ის არის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, ხალხი მას უჭერს მხარს. მაგრამ ეს 9 თვე იყო არა ტრიუმფი, არამედ ნელი აგონია. მისი პირადი ექიმი, რომელიც მას ემსახურებოდა ჯერ კიდევ დისიდენტობის დროიდან, აწერს ჩანაწერებში, პაციენტი იძინებს 2-3 საათს ღამეში, პაციენტი უარს ამბობს მედიკამენტებზე, ამბობს, რომ ისინი შეიძლება იყოს მოწამლული, პაციენტი ითხოვს, რომ საკვები შემოწმდეს სპეციალური ლაბორატორიის მიერ. ეს არის არა უბრალოდ სიფრთხილე, ეს არის პარანოია, რომელიც იზრდება ყოველ დღე. და ყველაზე საშიში არის ის, რომ ეს პარანოია არ არის უსაფუძვლო. გამსახურდიას გარშემო ნამდვილად არის ადამიანები, რომლებიც მას უღალატებენ. მისი ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, რომელიც ოდესღაც იყო მისი უახლოესი თანამშრომელი, ახლა არის ოპოზიციაში და აცხადებს, რომ გამსახურდია გახდა დიქტატორი. მისი ყოფილი გვარდიის სარდალი თენგიზ კიტოვანი, რომელიც ოდესღაც იცავდა მას, ახლა აგროვებს იარაღს მის წინააღმდეგ. მისი ყოფილი თანამებრძოლი გიორგი ჭანტურია, რომელთან ერთად ისიჯდა საბჭოთა ციხეში, ახლა უწოდებს მას ფაშისტს. და ყველაზე საშიში, არსებობს ინფორმაცია, რომ ედუარდ შევარდნაძე, ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, ემზადება დაბრუნებისთვის საქართველოში. გამსახურდია იცის, რომ შევარდნაძეს აქვს კავშირები კრემლთან, აქვს კავშირები დასავლეთთან, აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება წარმატებული გადატრიალებისთვის. და ეს ცოდნა კლავს მას, არა ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად. მისი სხეული ასევე იძლევა ნებას. ექიმები აფიქსირებენ, წონაში კლება 15 კილოგრამზე მეტი 9 თვეში, ქრონიკული თავის ტკივილი, გულის არითმია, რომელიც ხდება სულ უფრო ხშირი. ერთ-ერთ ჩანაწერში ექიმი წერს, პაციენტს აქვს ყველა ნიშანი ღრმა დეპრესიისა, მაგრამ უარს ამბობს ფსიქოლოგიურ დახმარებაზე. გამსახურდია ამბობს, როგორ შემიძლია ვთხოვო დახმარება, როცა ყველა, ვისაც ვენდობოდი, გამიღალატა. როგორ შემიძლია ვენდო ექიმებს, როცა ვიცი, რომ გბს შეეძლო ნებისმიერი მათგანის დაქირავება? და ეს არ არის სიგიჟე, ეს არის ლოგიკური დასკვნა ადამიანისა, რომელიც იცის საბჭოთა სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები. მაგრამ ეს ლოგიკური დასკვნა ხდება თვითშემსრულებელი წინასწარმეტყველება, რაც უფრო მეტად ეჩვეობს გამსახურდია, მით უფრო მეტი ადამიანი ტოვებს მას, რაც უფრო მეტი ადამიანი ტოვებს მას, მით უფრო მეტად ეჩვეობს ის. პრეზიდენტის სასახლეში, სადაც გამსახურდია ატარებს უძილო ღამეებს, არის ოთახი, რომელშიც ინახება არქივები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის შესახებ საქართველოში. ეს არქივები მოვიდა საბჭოთა სპეცსამსახურებიდან, როცა საქართველო გახდა დამოუკიდებელი. და ამ არქივებში არის ყველაფერი, ვინ იყო გბს ინფორმატორი, ვინ თანამშრომლობდა საბჭოთა ხელისუფლებასთან, ვინ ღალატობდა დისიდენტებს. გამსახურდია კითხულობს ამ არქივებს ღამეების განმავლობაში და ხედავს სახელებს ადამიანებისა, რომლებიც ახლა არიან ოპოზიციაში, სახელებს ადამიანებისა, რომლებიც ახლა მას უწოდებენ დიქტატორს. და ის ფიქრობს, როგორ შემიძლია ვენდო ამ ადამიანებს, როცა ვიცი, რომ ისინი ოდესღაც ღალატობდნენ? როგორ შემიძლია ვიწამო, რომ ისინი შეიცვალნენ? მაგრამ არსებობს რაღაც, რაც გამსახურდია არ იცის, ეს არქივები არ არის სრული. როცა საქართველო გახდა დამოუკიდებელი, გბს ოფიცრებმა გაანადგურეს ათასობით გვერდი, ყველაზე მგრძნობიარე დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას ყველაზე მაღალი დონის აგენტების შესახებ. ის, რაც დარჩა, იყო მხოლოდ ნაწილი, რომელიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამსახურდია დაეჩვებულიყო ყველაში, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ ის ნამდვილად გაეგო, ვინ იყო ნამდვილი მოღალატეები. და ეს არასრული ინფორმაცია იყო უარესი ვიდრე არანაირი ინფორმაცია, რადგან ის აძლევდა გამსახურდიას საკმარის მიზეზს ეჭვისთვის, მაგრამ არ აძლევდა საკმარის მტკიცებულებას დასკვნებისთვის.
ნოემბრის დასაწყისში გამსახურდიას პირადი ექიმი წერს ჩანაწერში, რომელიც არასოდეს არ გახდება საჯარო, პაციენტი განიცდის პანიკური შეტევების ეპიზოდებს. დღეს, ღამის 2 საათზე მას ჰქონდა შეტევა, რომლის დროსაც ის ამბობდა, რომ მას კლავენ, რომ ჰაერში არის აირი, რომ მისი გარემოცვა არის მოწამლული. დასჭირდა ინექცია დამამშვიდებლის, რომ დამშვიდდა. ეს არის მეხუთე ასეთი შემთხვევა ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ექიმი ასევე წერს, ვურჩია პაციენტს ფსიქიატრიული კონსულტაცია, მაგრამ მან უარი თქვა. მან თქვა, თუ ხალხი გაიგებს, რომ პრეზიდენტი სტუმრობს ფსიქიატრს, ეს იქნება დასასრული. და ეს არის ტრაგედია. გამსახურდია იცის, რომ მას სჭირდება დახმარება, მაგრამ ის ასევე იცის, რომ ამ დახმარების მოთხოვნა იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა. ამ პერიოდში გამსახურდია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოგვიანებით ბევრმა მიიჩნია როგორ მტკიცებულება მისი პარანოიისა, ის იწყებს თავისი უახლოესი გარემოცვის შემოწმებას. ის უბრძანებს თავის სპეცსამსახურებს, შეამოწმეთ ყველა, ვინც შედის ჩემს ოფისში, შეამოწმეთ ყველა, ვინც მომზადებს საკვებს, შეამოწმეთ ყველა, ვინც მიახლოვდება ჩემს ოჯახს. და ეს შემოწმება ხდება სულ უფრო პარანოიდული. ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ გამსახურდიასთან წლების განმავლობაში, უცბად აღმოჩნდებიან ეჭვქვეშ. ზოგიერთი მათგანი გათავისუფლებულია, ზოგიერთი გადაყვანილია სხვა პოზიციებზე, ზოგიერთი უბრალოდ ტოვებს თავად, რადგან ისინი ვერ უძლებენ ამ ატმოსფეროს, სადაც ყველა ეჭვობს ყველას. მაგრამ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც რჩება გამსახურდიასთან ბოლომდე, მისი მეუღლე, მანანა არჩვაძე. ის ხედავს, როგორ იშლება მისი ქმარი, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ის ცდილობს დაეხმაროს მას, ცდილობს დაარწმუნოს, რომ არა ყველა არის მტერი, რომ არა ყველა ღალატობს. მაგრამ გამსახურდია აღარ ისმენს. ის ცხოვრობს თავის სამყაროში, სადაც ყველა არის პოტენციური მოღალატე, სადაც ყველა არის პოტენციური კლუბს აგენტი, სადაც ყველა ელი შესაძლებლობას მის მოსაკლავად. და ყველაზე სამწუხარო ამ ყველაფერში არის ის, რომ ის ნაწილობრივ მართალია, ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც აპირებენ მის ჩამოგდებას. მაგრამ მისი პარანოია ხდება ისე ყოვლისმომცველი, რომ ის ვერ განასხვავებს ნამდვილ მტრებს წარმოსახვითებისგან. დეკემბრის დასაწყისში, როცა თბილისის ქუჩებში უკვე ისმის გასროლები, გამსახურდიას პირადი ექიმი აკეთებს ბოლო ჩანაწერს, პაციენტი უარს ამბობს ევაკუაციაზე. მან თქვა, მე არ დავტოვებ თბილისს, მე არ დავტოვებ საქართველოს, მე ვიბრძოლებ ბოლომდე. მისი არტერიული წნევა არის 180-120-ზე, პულსი 120 წუთში, ტემპერატურა 29.5. ის არის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ამოწურული. მე ვურჩიე მას დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ მან უარი თქვა. მან თქვა, თუ ხალხი გაიგებს, რომ პრეზიდენტი არის საავადმყოფოში, როცა ქვეყანა არის ომში, ეს იქნება დასასრული. ეს არის ბოლო ოფიციალური მედიცინური ჩანაწერი ზვიად გამსახურდიას შესახებ, რომელიც შემორჩა. ყველა სხვა ჩანაწერი, ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აღწერდა მის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას ბოლო თვეების განმავლობაში, გაქრა. როცა გამსახურდია ტოვებს თბილისს დეკემბრის ბოლოს, მისი თანამშრომლები იღებენ ბრძანებას, გაანადგურეთ ყველა მგრძნობიარე დოკუმენტი. და ისინი ასრულებენ ამ ბრძანებას, ათასობით გვერდი იწვის, ათასობით დოკუმენტი იშლება, ათასობით ჩანაწერი ქრება. მათ შორის ყველა მედიცინური ჩანაწერი გამსახურდიას შესახებ, ყველა ფსიქოლოგიური შეფასება, ყველა ანგარიში მისი მდგომარეობის შესახებ. რატომ? რადგან გამსახურდია იცის, რომ თუ ეს დოკუმენტები ჩავარდება ოპოზიციის ხელში, ისინი გამოიყენებენ მათ იმის დასამტკიცებლად, რომ ის იყო არა მხოლოდ დიქტატორი, არამედ ფსიქიკურად ავადმყოფი დიქტატორი. და ეს იქნება დასასრული არა მხოლოდ მისი პოლიტიკური კარიერისა, არამედ მისი ისტორიული მემკვიდრეობისა. მაგრამ ზოგიერთი დოკუმენტი გადარჩა. ზოგიერთი ექიმი, რომელიც მუშაობდა გამსახურდიასთან, შეინახა ასლები, არა იმიტომ, რომ მას სურდა გამსახურდიას დაზიანება, არამედ იმიტომ, რომ ის მიიჩნევდა, რომ ისტორიამ უნდა იცოდეს სიმართლე. ეს დოკუმენტები დღემდე არის დახურულ არქივებში, მიუწვდომელი საზოგადოებისთვის. მაგრამ ისინი, ვინც ნახეს ეს დოკუმენტები, ამბობენ, ისინი აჩვენებენ ადამიანს, რომელიც იყო არა მონსტრი, არამედ ტრაგიკული ფიგურა, ადამიანი, რომელიც იბრძოდა არა მხოლოდ გარე მტრებთან, არამედ საკუთარ დემონებთან. ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა ქვეყანა, მაშინ როცა თავად იყო ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მგრევის ზღვარზე. დღეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჭანტურიას დაპატიმრებაზე, ჩვენ ხშირად ვივიწყებთ ამ კონტექსტს, რომ გადაწყვეტილება მიიღო ადამიანმა, რომელიც თავად იყო კრიზისში, ადამიანმა, რომელიც იძინებდა 2-3 საათს ღამეში, ადამიანმა, რომელიც განიცდიდა პანიკურ შეტევებს, ადამიანმა, რომელიც ხედავდა მტრებს ყველგან. ეს არ ამართლებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს ხსნის მას. ეს აჩვენებს, რომ ჭანტურიას დაპატიმრება იყო არა მხოლოდ პოლიტიკური გამოთვლა, არამედ ქმედება ადამიანისა, რომელიც თავად იყო ფსიქოლოგიურ ზღვარზე.
და ეს ხდის მთელ ამ ისტორიას კიდევ უფრო ტრაგიკულს, რადგან ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო ომი, რომელიც მოჰყვა ჭანტურიას დაპატიმრებას, იყო არა მხოლოდ პოლიტიკური კონფლიქტის შედეგი, არამედ ერთი ადამიანის პირადი ტრაგედიის შედეგი, ადამიანისა, რომელიც ვერ გაუძლო იმ ტვირთს, რომელიც დაეკისრა მას როგორც პირველ პრეზიდენტს და მოუკიდებელი საქართველოსა. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ჟურნალისტი, რომელსაც 2020 წელს ეძლევა წვდომა დახურულ არქივებზე, რომლებიც შეიცავს ფინანსურ დოკუმენტებს 1991-92 წლებიდან. თქვენ იწყებთ კვლევას და აღმოაჩენთ რაღაც, რაც არავის ელოდა, ფულის ნაკადები, რომლებიც მიდიოდა საქართველოში სამოქალაქო ომის დროს, არ მოდიოდა მხოლოდ რუსეთიდან. ისინი მოდიოდა ასევე დასავლეთიდან, მოდიოდა ოფშორული კომპანიებიდან, მოდიოდა ადამიანებისგან, რომლებთაც ჰქონდათ ინტერესი საქართველოს დესტაბილიზაციაში. და ყველაზე შოკის მომგვრელი, ზოგიერთი ამ ფულადი ნაკადიდან მიდიოდა ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ორივე მხარეს, როგორც გამსახურდიას, ისე ოპოზიციის მხარეს. თქვენ იწყებთ გაგებას, სამოქალაქო ომი საქართველოში არ იყო მხოლოდ შიდა კონფლიქტი. ეს იყო კონფლიქტი, რომელიც მართული იყო გარედან, კონფლიქტი, რომელიც იყო მომგებიანი ძალიან ბევრი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აინტერესებდათ არც გამსახურდია, არც ჭანტურია, არც საქართველო. მათ აინტერესებდათ მხოლოდ ერთი, ქაოსი, რომელიც ქმნიდა შესაძლებლობებს ფულის გამომუშავებისთვის და გავლენის მოპოვებისთვის. 1991 წლის ნოემბერში, როცა ჭანტურია ჯერ კიდევ არის ციხეში და აგრძელებს შიმშილობას, ხდება რაღაც, რაზეც საზოგადოება არაფერს იცის. თბილისში ჩამოდის ადამიანი, უცხოელი, რომელიც წარმოადგენს თავს როგორც ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენელს. ის ხვდება როგორც გამსახურდიას ადამიანებს, ისე ოპოზიციის ლიდერებს. ის საუბრობს მშვიდობის შესახებ, საუბრობს დიალოგის შესახებ, საუბრობს კომპრომისის შესახებ. მაგრამ ის, რასაც ის ნამდვილად აკეთებს, არის სხვა, ის აფასებს სიტუაციას, აფასებს ძალების ბალანსს, აფასებს იმას, თუ რამდენად ახლოს არის ქვეყანა სამოქალაქო ომთან. და მისი დასკვნა არის ძალიან ახლოს. და ეს დასკვნა ის აგზავნის თავის დამკვეთებთან, ადამიანებთან, რომლებიც არიან არა თბილისში, არამედ მოსკოვში, ვაშინგტონში, ლონდონში. ეს ადამიანები, ვინც არიან ისინი? ზოგიერთი მათგანი არის ყოფილი კბ-ს ოფიცრები, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი პოზიციები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ახლა მუშაობენ როგორც კერძო კონსულტანტები. ზოგიერთი მათგანი არის დასავლელი ბიზნესმენები, რომლებსაც აინტერესებთ საქართველოს ბუნებრივი რესურსები და რომლებმაც იციან, რომ ქაოსი ქმნის შესაძლებლობებს მომგებიანი გარიგებებისთვის. ზოგიერთი მათგანი არის პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც აინტერესებთ გავლენის შენარჩუნება პოსტსაბჭოთა სივრცეში. და ყველა მათგანი იცის ერთი სტაბილური საქართველო, რომელსაც ხელმძღვანელობს ძლიერი ლიდერი, არ არის მათთვის სასარგებლო. მათთვის სასარგებლოა სუსტი საქართველო და ყოფილი საქართველო, რომელიც მუდმივად არის კრიზისში. და ისინი იწყებენ მუშაობას. ფული იწყებს მოსვლას, არა დიდი თანხები, არა თანხები, რომლებიც შეიძლება იყოს შესამჩნევი, არამედ პატარა თანხები, რომლებიც მიდის სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ფული იარაღის შესაძენად. ფული მედიის დასაფინანსებლად, რომელიც ავრცელებს პროპაგანდას. ფული ადამიანების დასაქირავებლად, რომლებიც ორგანიზებენ აქციებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ფული ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ორივე მხარეს და რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ კონფლიქტი არ მოგვარდეს, რომ დიალოგი არ მოხდეს, რომ კომპრომისი არ იქნას მიღწეული. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის ყოფილი კბ-ს ოფიცერი, რომელიც ახლა მუშაობს როგორც კონსულტანტი ერთ-ერთი ოპოზიციური ჯგუფისთვის. ის იცის გამსახურდიას სისუსტეები, იცის მისი პარანოია, იცის მისი ჯანმრთელობის პრობლემები, იცის მისი შიში კრემლის წინაშე. და ის იყენებს ამ ცოდნას, ის ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც აძლიერებს გამსახურდიას პარანოიას, ავრცელებს ჭორებს, რომელიც აძლიერებს მის შიშს, ავრცელებს ტყუილებს, რომელიც აძლიერებს მის მტრობას ოპოზიციასთან. და ყველა ეს ინფორმაცია, ყველა ეს ჭორი, ყველა ეს ტყუილი აღწევს გამსახურდიას, არა პირდაპირ, არამედ არაპირდაპირ, მისი სპეცსამსახურების მეშვეობით, მისი მრჩევლების მეშვეობით. და გამსახურდია, რომელიც უკვე არის ფსიქოლოგიურ ზღვარზე, სჯერა ამ ინფორმაციას, სჯერა ამ ჭორებს, სჯერა ამ ტყუილებს. მაგრამ ეს კონსულტანტი მუშაობს ასევე ოპოზიციასთან. ის აძლევს მათ ინფორმაციას გამსახურდიას გეგმების შესახებ, ინფორმაციას, რომელიც ნაწილობრივ არის ჭეშმარიტი, ნაწილობრივ არის გაზვიადებული, ნაწილობრივ არის გამოგონილი. ის აძლევს მათ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოქმედონ, რჩევებს, რომლებიც ყოველთვის მიმართულია კონფლიქტის ესკალაციისკენ, არასოდეს დიალოგისკენ. ის აძლევს მათ კონტაქტებს ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ იარაღი, მიაწოდონ ფული, მიაწოდონ მხარდაჭერა.
და ოპოზიცია, რომელიც სჭირდება ყველა დახმარება, რომელსაც შეუძლია მიიღოს, იღებს ამ დახმარებას, არ ეჭვობს, რომ ეს კონსულტანტით მუშაობს არა მათთვის, არამედ იმათთვის, ვისაც სურს ქაოსი. და ასე ნელ-ნელა საქართველო მიდის სამოქალაქო ომისკენ, არა იმიტომ, რომ ეს არის გარდაუვალი, არა იმიტომ, რომ გამსახურდია და ჭანტურია ვერ შეძლებდნენ კომპრომისის პოვნას, არამედ იმიტომ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ კომპრომისი, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ომი, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ომი არის ბიზნესი. და ეს ადამიანები არიან არა თბილისში, ისინი არიან მოსკოვში, ვაშინგტონში, ლონდონში, ისინი არიან ოფისებში, სადაც არავინ იცის მათი სახელები, სადაც არავინ ხედავს მათ სახეებს, სადაც ისინი მუშაობენ ჩრდილში და აკონტროლებენ მოვლენებს, რომლებიც ხდება ათასობით კილომეტრის მოშორებით. დეკემბრის შუა რიცხვებში, როცა თბილისის ქუჩებში უკვე ისმის გასროლები, ერთ-ერთი ეს კონსულტანტი აგზავნის ანგარიშს თავის დამკვეთებთან. ანგარიშში ის წერს, ოპერაცია წარმატებულია. საქართველო არის სამოქალაქო ომში. გამსახურდია დატოვებს თბილისს რამდენიმე დღეში. ოპოზიცია მოიგებს, მაგრამ ქვეყანა იქნება დასუსტებული და დაყოფილი. ეს შექმნის შესაძლებლობებს ჩვენი ინტერესების რეალიზაციისთვის მომდევნო წლების განმავლობაში. და ეს ანგარიში არის ჭეშმარიტება იმის შესახებ, რაც მოხდა საქართველოში 1991-92 წლებში, ეს იყო არა მხოლოდ შიდა კონფლიქტი, არამედ კონფლიქტი, რომელიც მართული იყო გარედან, კონფლიქტი, რომელიც იყო ნაწილი უფრო დიდი თამაშისა, სადაც საქართველო იყო მხოლოდ ფიგურა დაფაზე. დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ გაგებას ამ ყველაფრის. ვიწყებთ გაგებას, რომ ჭანტურიას დაპატიმრება იყო არა მხოლოდ გამსახურდიას გადაწყვეტილება, არამედ ნაწილი უფრო დიდი სცენარისა. ვიწყებთ გაგებას, რომ სამოქალაქო ომი საქართველოში იყო არა მხოლოდ შედეგი შიდა კონფლიქტისა, არამედ შედეგი გარე მანიპულაციისა. ვიწყებთ გაგებას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მოიგეს ამ ომში, არ იყვნენ არც გამსახურდია, არც ჭანტურია, არც ოპოზიცია, ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ჩრდილში, ადამიანები, რომლებთაც არ აინტერესებდათ საქართველოს მომავალი, ადამიანები, რომლებისთვისაც ომი იყო მხოლოდ ბიზნესი. და ეს ხდის მთელ ამ ისტორიას კიდევ უფრო ტრაგიკულს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ათასობით ადამიანი მოკვდა არა იმიტომ, რომ ეს იყო გარდაუვალი, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო მომგებიანი ადამიანებისთვის, რომლებიც არასოდეს არ იქნებიან დასჯილი. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ისტორიკოსი, რომელსაც 2021 წელს ხვდება ადამიანი, რომელიც მუშაობდა გამსახურდიასთან ბოლო თვეებში. ეს ადამიანი ახლა არის ასაკოვანი, ავადმყოფი, მაგრამ ის გადაწყვეტს ისაუბროს, რადგან ის ამბობს, მე მინდა, რომ ისტორია მიცოდეს სიმართლე, სანამ მე მოვკვდები. და ის გიამბობთ ისტორიას, რომელიც არავის უთქვამს აქამდე, ისტორიას იმის შესახებ, თუ ვინ იყო ნამდვილად პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც მოხდა. ის გიამბობთ სახელებს ადამიანებისა, რომლებიც მუშაობდნენ ორივე მხარესთან, სახელებს ადამიანებისა, რომლებიც აფინანსებდნენ კონფლიქტს, სახელებს ადამიანებისა, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს არა თბილისში, არამედ მოსკოვში და ვაშინგტონში. და ის გიამბობთ ერთ სახელს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სახელს ადამიანისა, რომელიც მოიგო ყველაფერი, როცა გამსახურდია დაეცა. ეს ადამიანი არის ედუარდ შევარდნაძე. ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კავშირები როგორც კრემლთან, ისე დასავლეთთან, ადამიანი, რომელიც იცოდა როგორ ეთამაშა დიდი თამაში. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, შევარდნაძე დაკარგა თავისი პოზიცია, მაგრამ არ დაკარგა თავისი ამბიციები. ის იცოდა, რომ საქართველო, მისი სამშობლო, იყო შესაძლებლობა დაბრუნებისთვის ძალაუფლებაში. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ სანამ გამსახურდია იყო ხელისუფლებაში, მას არ ჰქონდა შანსი. გამსახურდია იყო ძალიან პოპულარული, ძალიან ძლიერი, ძალიან ლეგიტიმური, ის იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი უჭერდა მხარს. მაგრამ შევარდნაძე იცოდა რაღაც, რაც გამსახურდია არ იცოდა, ის იცოდა, რომ ძალაუფლება არ მოდის ხალხის მხარდაჭერიდან, ძალაუფლება მოდის ძალიდან, ფულიდან, კავშირებიდან. და მას ჰქონდა ყველა ეს, ჰქონდა კავშირები კრემლში, ჰქონდა კავშირები დასავლეთში, ჰქონდა ფული, ჰქონდა ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მისთვის. და ის იწყებს მუშაობას, არა ღიად, არა პირდაპირ, არამედ ჩრდილში, არა პირდაპირ. ის იწყებს კავშირების შექმნას ოპოზიციასთან, არა ყველა ოპოზიციასთან, არამედ იმ ნაწილთან, რომელიც არის ყველაზე რადიკალური, ყველაზე შეიარაღებული, ყველაზე მზად კონფლიქტისთვის. ის იწყებს ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას, არა პირდაპირ, არამედ არაპირდაპირ, ოფშორული კომპანიების მეშვეობით, ჰუმანიტარული ორგანიზაციების მეშვეობით, ბიზნესმენების მეშვეობით. ის იწყებს ინფორმაციის გავრცელებას, ინფორმაციას, რომელიც აძლიერებს გამსახურდიას პარანოიას, აძლიერებს ოპოზიციის რადიკალიზმს, აძლიერებს კონფლიქტს.
და ყველაზე მნიშვნელოვანი, ის იწყებს მუშაობას კრემლთან და დასავლეთთან, უზრუნველყოფს, რომ როცა გამსახურდია დაეცემა, ის შევარდნაძე, იქნება ერთადერთი ალტერნატივა, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ენდობა როგორც კრემლი, ისე დასავლეთი. და მისი გეგმა მუშაობს. როცა სამოქალაქო ომი იწყება, როცა გამსახურდია ტოვებს თბილისს, როცა ქვეყანა არის ქაოსში, შევარდნაძე ბრუნდება საქართველოში, არა როგორც დამპყრობელი, არამედ როგორც მხსნელი, როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოიტანოს მშვიდობა, მოიტანოს სტაბილურობა, მოიტანოს წესრიგი. და ხალხი, რომელიც დაიღალა ომით, დაიღალა ქაოსით, დაიღალა ძალადობით, იღებს მას, არა იმიტომ, რომ ის უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ისინი სჭირდებათ მშვიდობა ნებისმიერ ფასად. და შევარდნაძე ხდება პრეზიდენტი. ის მართავს საქართველოს მომდევნო 11 წლის განმავლობაში, წლები, რომლებიც არის სავსე კორუფციით, სავსე ძალადობით, სავსე ღალატით. მაგრამ ის ასევე არის წლები, როცა საქართველო რჩება ერთიანი, როცა ქვეყანა არ იშლება, როცა არის რაღაც, რაც ჰგავს სტაბილურობას. და ბევრი ადამიანი ამბობს, შევარდნაძე იყო ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ ის იყო უკეთესი ვიდრე ქაოსი, რომელიც იყო მის წინ. მაგრამ ის, რასაც ისინი არ იციან, არის ის, რომ ეს ქაოსი იყო შექმნილი იმისთვის, რომ შევარდნაძე მოვიდეს ძალაუფლებაში. დღეს, როცა ჩვენ ვუყურებთ უკან ამ მოვლენებს, ჩვენ ვხედავთ სურათს, რომელიც არის უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. ვხედავთ, რომ ჭანტურიას დაპატიმრება იყო არა მხოლოდ გამსახურდიას გადაწყვეტილება, არამედ ნაწილი უფრო დიდი თამაშისა. ვხედავთ, რომ სამოქალაქო ომი იყო არა მხოლოდ შედეგი შიდა კონფლიქტისა, არამედ შედეგი გარე მანიპულაციისა. ვხედავთ, რომ ის ადამიანი, რომელიც ნამდვილად მოიგო, იყო არა ის, ვინც იბრძოდა ქუჩებში, არამედ ის, ვინც მუშაობდა ჩრდილში. და ვხედავთ, რომ ისტორია, რომელსაც ჩვენ ვიცოდით, ისტორია გამსახურდიას და ჭანტურიას შესახებ, ისტორია ორი ყოფილი თანამებრძოლის მტრობის შესახებ, იყო მხოლოდ ზედაპირი, მხოლოდ ის, რაც ჩვენ ვხედავდით, მაშინ როცა ნამდვილი ისტორია იყო ღრმად, იყო ჩრდილში, იყო იქ, სადაც ჩვენ არ ვუყურებდით. და ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში არის ის, რომ გამსახურდია და ჭანტურია, ორივე მათგანი იყვნენ მსხვერპლი ამ თამაშისა. ორივე მათგანი ფიქრობდნენ, რომ ისინი იბრძოდნენ საქართველოს მომავლისთვის, ორივე მათგანი ფიქრობდნენ, რომ ისინი იყვნენ ისტორიის მოქმედი პირები. მაგრამ სინამდვილეში ისინი იყვნენ მხოლოდ ფიგურები დაფაზე, ფიგურები, რომლებსაც მოძრაობდნენ სხვა ადამიანები, ფიგურები, რომლებიც გამოიყენეს და შემდეგ გადააგდეს, როცა ისინი აღარ იყვნენ საჭირო. გამსახურდია მოკვდა 1983 წელს, მოკვდა დასავლეთ საქართველოში, მოკვდა გარიყულმა, დამარცხებულმა, დავიწყებულმა. ჭანტურია გადარჩა, მაგრამ მისი გადარჩენა არ მოუტანა მას ის, რისთვისაც ის იბრძოდა. საქართველო არ გახდა ის დემოკრატიული ქვეყანა, რომელზეც ის ოცნებობდა, არამედ გახდა ქვეყანა, სადაც ძალაუფლება კვლავ იყო ხელში ადამიანებისა, რომლებიც მოვიდნენ საბჭოთა სისტემიდან. და ახლა 30-ზე მეტი წლის შემდეგ ჩვენ უნდა ვიკითხოთ, ვინ იყო ნამდვილად პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც მოხდა. იყო ეს გამსახურდია, რომელმაც დააპატიმრა ჭანტურია. იყო ეს ჭანტურია, რომელიც არ დაემორჩილა გამსახურდიას. იყო ეს ოპოზიცია, რომელმაც დაიწყო შეიარაღებული ამბოხი. თუ იყო ეს ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ჩრდილში, ადამიანები, რომლებმაც შექმნეს პირობები, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, ადამიანები, რომლებმაც მოიგეს ყველაფერი, მაშინ როცა საქართველო დაკარგა ყველაფერი. და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, იქნება თუ არა ოდესმე ეს ადამიანები პასუხისმგებელნი. იქნება თუ არა ოდესმე ისტორია სამართლიანი მათთან, ვინც ნამდვილად იყვნენ დამნაშავენი იმ ტრაგედიაში, რომელიც მოხდა საქართველოში 1991-92 წლებში.